წამოშ დუგრას ჩანჩქერზე ბიჭო! რა მაყვირებს და როგორ გინდა ამ სილამაზის დანახვაზე არ იყვირო. მაგრამ მოდი ყვირილის გარეშე მივიდეთ ამ ლამაზ ადგილზე, რომელიც ზემო სვანეთში მაზერის სოფლის მიმდებარედ ბეჭოს ხეობაში მდებარეობს. სამანქანო გზის დასრულების შემდეგ საფეხმავლო ბილიკი 4 კილომეტრიანია და დაახლოებით 2 საათი ჭირდება მისი ფეხით გავლას. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთელი გზა ამ ულამაზესი ხედების ფონზე გიწევს სიარული. დაახლოებით 1 საათიანი სიარულის შემდეგ ნახევარი გზა გავიარე და ეს ნახეთ ბიჭო. არა, ეს ფილმიდან კადრი არ გეგონოთ, ეს რეალობაა და ეს ულამაზესი გარემო დუგრის ჩანჩქერის გზაზე დაგხვდებათ. და რაც შეეხება საფეხმავლო ბილიკს, პირადად ჩემი აზრით, საშუალო სირთულეზე კიდევ უფრო მარტივი სირთულის ბილიკია. მაგრამ მაინც ვისთვის როგორ. სანამ მე ჩანჩქერამდე მივალ, შენ ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს და ბარემ ეს ვიდეოც მოიწონე. აი, ამ ადგილიდან მოდივარ ფეხით, რომ ეს სილამაზე ვნახო. საბოლოოდ 2 საათის სიარულის შემდეგ გამოჩნდა დუგრას ჩანჩქერი. შეხედეთ უბრალოდ რა სილამაზეა. ყოველთვის, როდესაც საქართველოში სხვადასხვა მხარის მოსანახულებლად მივდივარ, ყოველ ჯერზე ვწმუნდები, როგორ გაგვიმართლა ესეთი მაგარი ქვეყანა რომ გვაქვს. შენ კი, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, გისურვებ, რომ საქართველოს ყველა სილამაზე საკუთარი თვალით გენახო. სანამ გზებზე საცობები დადგა, წავედი მე სახლში. მადლობა ყურადღებისთვის, აბა დროებით.